ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით ეს ტექნიკური ასე ვთქვათ ჯგუფი შეიძლება ასე ითქვას ხომ ოფიციალური დელეგაცია საქართველოსთან წარგზავნილი ითხოვდა შეხვედრას უფრო მაღალ პოლიტიკურ დონეზე ევროკომისიის წარმომადგენლებისგან ანუ ეს რისი მანიშნებელია მაშინ თუ საქართველოს მხარეს არანაირი სურვილი არ აქვს გააუმჯობესოს ურთიერთობები ევროკავშირთან და შესაბამისად ეს სიკეთე ვიზა ლიბერალიზაციის სახით შეინარჩუნოს მაშინ რატომ სურთ უფრო მაღალი დონის შეხვედრა ვიდრე ეს ტექნიკური ხასიათის კომუნიკაცია იმიტომ რომ მათ აქვთ ეს ორლესული მახვილის მიდგომა ხო ერთი ხელით ცალი ხელით ისინი ევროპელებს თხოვენ ნორმალიზებას და მე შეგვიძლია გითხრათ პირველ წყაროებისგან მათ შორის როგორც აქ ელჩებისგან ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ ხო პოლიტიკოსებისგან და ბიუროკრატებისგან ხოცები მათ წერენ და ელაპარაკებიან და თხოვენ ნორმალიზებას რა იგულისხმება ნორმალიზებაში აი ამაში ასაკრე ზუსტად რა იგულისხმება ოღონდ და ეს არის თავარი ხოცებს უნდა ნორმალიზება საკუთარ ხოცურ ფასად აი რას ნიშნავს ნორმალიზება იმით რადგან ეს ინფორმაცია იცით რომ აქტიურ კომუნიკაციაში არიან და სურთ ურთიერთობის ნორმალიზება მაგრამ ცდილობენ როგორ გამოიხატება ეს ნახეთ მათ ნორმალიზება თავარი აქ რა არის რამიდან მაყურებელს ესწოდეს ნორმალიზება რას ნიშნავს ხო რომ შენ გქონდეს გამართული ორმხრივი ურთიერთობები მეგობარ სტრატეგიულ პარტნიორ სახელმწიფოებთან ხო აშშ-თან, ევროპულ კავშირთან და პოლიტიკური შეხვედრების ოფიციალური ვიზიტების აღდგენას და დაშვებას ხოვენ? ოფიციალური ვიზიტი არის ამის გამოხატულება. შენ თუ გაქვს გამართული შეხვედრა, გამართული ორმხრივი ურთიერთობები, მე შეხვედრას გეკრება, ფოტოც იქნება, რაც ყოველთვის მთავარია, ინვესტიცია იქნება, ახალი სამუშაო ადგილი იქნება და მე სულ მიყვარს რომ ხაზის გასვლა, რომ საგარეო პოლიტიკა არ იზომება სადღაც გარეთ, ხო, სადღაც სხვაგან არ ხდება. საგარეო პოლიტიკის მიზანი არის, რომ აი თქვენ, ჩემო უპასო მაყურებელო, აქ ამ ქვეყანაში იგრძნოთ მისი შედეგები. ვიგრძნოთ სად? ფასებზე, სამუშაო ადგილებზე, მეტ ახალ ინვესტიციებს. საგარეო პოლიტიკა ბრიუსელში, ბერლინში კი არ ხდება. იქ ხდება ფიზიკურად, მაგრამ იმის შედეგი აი აქ უნდა ვიგრძნოთ. აი ამას ყოველთვის უსვამ ხაზს. და რის შედეგს ვგრძნოთ? დაკარგული ინვესტიციები, იზოლირებული სახელმწიფო, ერევანმა გვაჯობა ყველაფერში. კიდევ ერთხელ ერევანს უსვამ გულით წარმატებას, იმიტომ დემოკრატიული სომხეთი ჭირდება დემოკრატიულ საქართველოს, მათ შორის ჩვენ ერთად გვჭირდება, მაგრამ აი თავის მოჭრა არის, როცა საქართველოს 10 და 20 თავით უსწრებდა სომხეთს ყველა პარამეტრი, დემოკრატიაში, ეკონომიკაში, საგარეო პოლიტიკაში, ყველა პარამეტრში ჩამოვჩებით მას მნიშვნელოვნად. წარმოგიდგენთ ხალხადონე, მნიშვნელოვნად. ერევანში ჩავიდა, აი სულ ბოლო დროს რო შევხედოთ და დაუბრუნდები აი ევროპის საკითხს, ამით სწორედ, ხო? ერევანში ბოლო დროს ჩავიდა ვინ? რუბიო, აშშ სახელმწიფო მდივანი. ვენსი, აშშ ვიცე-პრეზიდენტი. ევროპული კავშირის პრაქტიკულად ყველა ლიდერი, ხო, იქ გაიმართა სამიტი. აი აქ ვინ ჩამოვიდა? აი ერთი ვინ ჩამოვიდა? დელეგაცია იყო ამერიკის შეერთებულ რუბიოსთან როგორც ვიცით, შეხვედრა კი არა და სატელეფონო საუბარი გაიმართა. მაგრამ ისინი არ არიან, ერთი პოლიტიკოსები არ არიან, აქედან დავიწყოთ. არ არიან პოლიტიკოსები, მე შევხვდი ყველას მათ. ძალიან კარგი ხალხია, ფანტასტიკური ინტელექტის ადამიანები, საქართველოს მოყვარულები, სახელმწიფო დეპარტამენტზე საუბრობ, უნიკალურად კარგი ხალხი ყველა კუთხით, არა იმიტომ რომ ეთერში ვამბობ, მართლა ასე, პიროვნულადაც და რაღაც წესიერი ხალხი, გაგიხარდება, შემხარეს არიან, მაგრამ ისინი არ არიან პოლიტიკოსები. ისინი არ არიან რუბიო, მაკრონი, ვენსი, ხო, პოლიტიკური ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მიზეზია კიდევ მათი აქ ჩამოსვლის ძალიან საინტერესო ხო? აი ამერიკის შეერთებულ შტატებში მე სხვა რამეს ვამბობდი, ახლა ის არ გამოვიდა უმნიშვნელო იყო, მაგრამ ისინი არ არიან პოლიტიკოსები. მხრივი ურთიერთობა აღდგეს ხო? არა, რა თქმა უნდა, მაგრამ აი დამი დაუბრუნდები დავარ საკითხს ვიღავით, ხო, მაგრამ აქ პოლიტიკოსი არ ყოფილა, მე პოლიტიკურ ლიდერებზე მაქვს საუბარი. იმაზე კი რომ მნიშვნელოვანი ხალხი ჩამოვიდა, არ ძალიან მნიშვნელოვანი ხალხი იყო და ქალბატონი სონოდა კოლტები, რომელიც აგრეთვე იყო. ოფიციალური არის შეწყვეტილი როგორც ევროკავშირთან, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ნახეთ, ამის აღდგენა უნდა პოლიტიკური მაღალი დონის შეხვედრება ეს ხომ ვიცით. ხო და აღდგენა უნდა ქართულ ოცნებას უნდა აღდგენა. და რის გაკეთებას აპირებენ ამის სანაცვლოდ, მაშინ ესეც გეცოდინებათ. ამაში არა, ხოცების გაკეთებას აპირებენ არ ვიცი. არ მითაკვებენ, მაგრამ რა უნდა გააკეთონ ვიცი. არა, რა უნდა გააკეთონ ეს საჯაროდაც ცნობილია, მათ შორის პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ ადამიანებთან დაკავშირებით, ხო? ხო, მაგრამ ნახეთ, საქმე რაში არის, თავარი რა არის, რომ ხოცებს უნდათ ეს სტაბილიზაცია მიიღწეს, მათ უნდათ სტაბილიზაცია საკუთარი ტყავის გადასარჩენად. არა ამ ქვეყანაში მეტი ნორმალურობისთვის, აი აქ მოვდიოდი მე, ხო? არა იმისთვის, რომ მეტი ინვესტიცია იყოს, მეტი ლიდერი ჩამოვიდეს, აი ლაფირო დაგვესხა თავს და ყველამ რო გვაჯობა ირგვლივ, ხო? ბაქომაც, ერევანმაც, კიშინოვმაც, ყველამ გვაჯობა ირგვლივ, ხო? ანუ იმისთვის კი არ უნდა საგარეო სტაბილიზაცია, რომ საქართველოს ამაღად წავიდეს წინ.
სტაბილიზაცია უნდა იმისთვის, რომ თვითონ გადარჩენ და ვიღაცას ხელი ჩამოართვან და ფოტოები გამოდოს მერე იმედმა და ამისთვის უნდა სურვილის დაკმაყოფილება რომ მოხდეს თვითონაც ხო და რა არის ეს მათი ფასი, როგორ წარმოუდგენიათ, როგორ ხედავთ, ხოთაშორის ერთ-ერთი ვერსია აი ამ რაღაცნაირად ერთი თვით გადმოტანა სასამართლო პროცესთან დაკავშირებით ეგრეთ წოდებულ საბოტაჟის საქმეზე არის ის, რომ ქართულ ოცნებას სურს მეტი ვაჭრობის, პოლიტიკური ვაჭრობის საგანი კონდეს შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან, რომ არ არის გამორიცხული ჩვენ პოლიტიკური პატიმრების კიდევ ერთი ნაკადი სექტემბრისთვის ვიხილოთ და მათ შორის თქვენი ორი ლიდერი შეიძლება მოიაზრებოდეს მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. კი, მეც პირადად ვარ ამ ინტერპრეტაციული ნაკადის თუ სკოლის ნაწილი, მეც ასე ვუყურებ, მე ვფიქრობ, რომ ძალიან მარტივად ბიძინა ივანიშვილი საქმეს უყურებს ისე, რომ თითქოს მას ამერიკა არ აღიქვამს ის ასე თulis საკმარისად მნიშვნელოვნად, ან და თulis, რომ საკმარისი ვერ დააშავა ჯერ მისი გადმოსახედი ცხადია, თორე ქვეყანას უკვე აბსოლუტურად იავარ ქონა, შეიძლება ითქვას, გაანადგურა ესე დაბალდოზე არც პრესტიჟი, არც სამოქალაქო უფლებები, არც კანონმდებლობა, საერთოდ რას დაემსგავს ეს ქვეყანა. აი, საერთოდ მართლა პოლიტიკა გვერდით გადაის. შევა ნორმალურ ადამიანს მოსწონდეს, რაც ირგვლივ ხდება. აი, ესეთი კანონები ქონიოდესვე, ტროტუარზე დაუჭერიათ, ვიმეოდესვე დგომის გამო. არის ხალი გაულახავთ ქუჩაში და ჟურნალისტი თავით გადაუდგა. რა არ გაუვლია ქვეყანას მაშინ სააკაშვილი და მისი სიგიჟეები, ხო? რომელზეც ყველა მისის ჩემი პოზიცია. როგორც ჩანს, სწორედ კანონების შეცვლას და უკან წაღებას არ აპირებენ. ნახეთ, ამაშია საქმე, რომ ამაშია საქმე. აკიმრებთან დაკავშირებით კიდევ რაღაცა იმედის მომცემი ნიშნები გამოჩნდა. ნახეთ, რამდენიც გამოჩნდა იმედის მომცემი ნიშანი, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან პირველ რიგში, აი სწორედ ამ სახთების კვირებში. იმდენჯერ შემდეგ ვიხილეთ უარესი ესკალაცია ივანიშვილის მხრიდან. ისევ იმიტომ, რომ მას არ უნდა ადეკვატურ ფასზე და პირობებზე დათანხმება. მას უნდა, რომ ქოცურ ფასად, რაშიც გულისხმობ, ხო, რომ ყველაფრის გააკეთების გარეშე, ან მინიმალური მოქმედების შედეგად, მინიმალური რაღაცის ძალისხმევის გაღების შედეგად გავიდეს ფონდს და მიიღოს ისაც უნდა და ამერიკა და ევროპა მას ეუბნებიან, რაც მეც ვამბობდი ამას ეს ბოლო 2 თვე, ხო, სულ რომ არის კონკრეტული პირობები, არის 5 პირობა, მაგალითად, აი ამერიკას ხო გავიმეორებთ, აქვს ძალიან კაფეო პირობები, ხო? ჩინეთის ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენის შემცირება. დაიჭერს საბოტაჟის საქმის ფიგურანტებს, მათ შორის თქვენი პარტიის 2 ლიდერს და შემდეგ მათი გამოშვებით ივაჭრებს დასავლეთთან თუ არ დაიჭერს და სწორედ აი ამ შესაძლებლობით და ალბათობით ივაჭრებს. მე ვფიქრობ, რომ ის შემდგომი ესკალაციას დაუჭერს საერთოდ მხარს, ხო? პროცესის უარეს შიხში წაყვანას, ქვეყნის უარეს შიხში გადაჩეხვას. ან იმ ფიქრით, რომ შეაშინოს ვინმე ჩვენი პარტნიორები, თორე ქვეყნის შიგნით ვიღა უნდა შეაშინოს, ყველასთვის ყველაფერი ცხადი არის და უკვე დაალაგებულია ხო სურათი, ხო? არის ივანიშვილი როგორც მონსტრი, რომელმაც მიიტაცა ეს ქვეყანა არნახული მასშტაბით და უბრალოდ გაანადგურა მისი ყველა ძირითადი მიღწევა და პარამეტრი. უბრალოდ აი ყველა ბოძი, რაზეც ეს ქვეყანა იდგა, მოჩეხა. და აი ხლა აი ინერციით ჯერ კიდევ დგავართ და ვცდილობთ რომ გადავარჩინოთ, რომ იდგეს ეს ქვეყანა და არ ჩაემხოს და არ დაემხოს ბოლომდე, ხო, რაც არის მისი მიზანი. მაგრამ ამ პროცესში მე პირადად მივიჩნევ, ჩემი პირადი აზრია, მე მივიჩნევ, რომ ის შეესწრება შემდგომ დამატებით ვაჭრობას, იმიტომ რომ მისი მენტალობა არის ამგვარი. ის ვაჭრობად უყურებს, ის გასართობად უყურებს ამ პროცესს. ის ამით ახლა ლავირებს, манипуლირებს. აი პატარა ტრიოკი გავაკეთე ხო, მას უყარს, ხო? ეს სახალისო ფრაზა გონიათ საერთოდ არა სახალისო ფრაზა. ეს ფრაზა აჩვენებს როგორ უყურებს ეს კაცი მოვლენათებს, ანუ იმას კი არჩივის 233,000 ბავშვია ამ ქვეყანაში, სოციალურ და აუცილებლთა რიგებში არა არჩივის ამას. ეს არა მის არაფერი არ არის. თუ არც ღირებულება გააჩნია, არც იდეოლოგია გააჩნია. იმას კი არჩივის, რომ მის მიერ მოყვანილმა არარაობებმა პირდაპირ ვიტყვი, ხო? აი არარაობები სადღაცას გამონახა, ერთი არარაობა დადო აქ, მეორე დადო იქ. აი ამ არარაობებმა დიპლომები რო არა აქვთ, წერა-კითხვა რო არ იციან, ვერც ერთ ინტერვიუებს რო აძლევენ, შეგწყვება ადამიანს მოსმენა, კაი, ქოცი-ქოცად გასაგებია, ქვეყნის გარეთ მაინც ხო შემო, რომ თავი არ მოგვეჭას, სიტყვას ვერ ამბობენ, ან თარჯიმანი მაინც წაიყვანონ, ხო? მე ხა ლინგვისტურ უნარებში არ მაქვს არავის, მაგით არ გამშვი ადამიანს, მაგრამ დიდი ბოდიში, როცა პარლამენტში ერთი სპიკერი არ აყავთ, ერთი ხო შეიძლება ერთი ცალი ყავდეთ ვიღაცა რომ ლაპარაკი მაინც შეეძლოს ხო ლაპარაკი ეხა აი ესეთი ხალხი საიდანაც გამოთხარა
ამ ხალხმა ჩვენ გაგვძარცვა, გავყლიფა, დაენიშნეს 15000 ლარი ხელფასები, პენსიონერს მაპატიეთ და მიუგდეს, მიახალეს სახეში 20 ლარი, არც კი, ხო, რეალურად ფასები ისე არის გაზრდილი 20 ლარი კი რა 30 თეთრით მოუმატეს პრაქტიკულად, ხო, იმიტომ რითაც უმატებენ, იმაზე ბევრად უფრო მეტი არის, რა თქმა უნდა, ინფლაცია, ხო? არანაირი კორეგირება არ ხდება, არანაირი გასწრება არ ხდება, არც პენსიის და არაფრის რეალურად ინფლაციაზე, ხო? ანუ ფულს ფასი აღარ აქვს. თვითონ არ ადარდებთ, იმიტომ რომ არც ბაზარში დადიან, არც სუპერმარკეტში გამოიწერენ საუცხო რაღაცებს, იმიტომ 15000 დაიწერეს და კიდე სუმკებით იღებენ დანარჩენ ფულს და ამ ყველაფერს უნდა უყუროთ ჩვენ შვიდად, როგორ მოკვდათ ჩვენს წინ, არათუ ქართული სახელმწიფო ყველაფერი ნორმალური. უბრალოდ ნორმალურობა მოკვდა ჩვენს წინ. ის კი სახელმწიფო შვიდად რომ არ უყუროთ რა უნდა, რის გაკეთება უნდა შეძლოს ოპოზიციამ. სხვა შორის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ნიკა გვარამიამ, როგორც ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა, რაღაცა კვლავ გამოთქვა სურვილი, რომ ამ ალიანსში თქვენ და გახარიას პარტია გიხილონ. აი ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე თვლით, რომ კიდევ ერთხელ მიგაჩნიათ, რომ სწორი იყო თქვენი გადაწყვეტილება არ შეერთებოდით ალიანსს და ამის ასე ვთქვათ მოლოდინი გქონდათ და ამიტომაც არ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება? არათუ კიდევ ერთხელ კიდევ უფრო სწორი მიმაჩნია, რომ არ შევერთდით ოპოზიციის ალიანსს. რაც შეეხება მიზეზებს თუ რატომ არ შევერთდით, ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომ ვიცოდი ძალიან კარგად, თუ ვიცნობ ამ აქტორებს. ანუ იცოდით, რომ ერთ დღეს სააკაშვილი და მელია, ნაციონალ მოძრაობა და ახალი ერთმანეთს დაუპირისპირდებოდნენ და ძალიან მძიმე ბრალდებებს, ურთიერთ ბრალდებებს მოვისმენდით. არ ვიცოდი ახლა იქ აქტორები ახლა მელია იქნებოდა სააკაშვილის აღდგა თუ ვინ ვიცი, არც მინტერესდება ამ, მაგრამ ის რომ მსგავსი ტიპის დინამიკა იქნებოდა მე პირადად ვიცოდი სრული დარწმუნებით, მაგრამ ეს არ არის მთავარი, რადგან არ შევერთით. იქ არ არის ჩვენი ადგილი შინაარსობრივად. უბრალოდ არ არის ჩვენი ადგილი. ეს შენ ნახეთ რამდენჯერმე, ხო? ჩვენ კი ყველას გვაქვს ამ ქვეყანაში ვინც ამ ხარეს ვთქვათ ბრძოლის საერთო მიზანი, რაც არის ივანიშვილის დამარცხება, მაგრამ ეს ყველა ქართველს აქვს, ხო? ბევრ ქართველს. ჩემი ხმარწმენით აბსოლუტურ უმრავლესობას. ეს ხო არ ნიშნავს რომ რაღაცა ერთ ქოლგაში უნდა იყოს. თუ თქვენი ადგილი არ არის, მაშინ რატომ ხედავს სხვა გვარად გვარამია და აი რას ნიშნავს ეს სურვილი და მოწოდება რომ შეუერთდეთ ამ ალიანსს. იქნებ რაღაცა მე შემიძლია უთხრა მას პასუხად რომ ჩვენ არ ვაპირებთ ამ ალიანსში გაწევრიანებას არც ახლა და არც არასოდეს. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის რომ დავიცვათ ის შინაარსი, რაც ჩვენ გაგვაჩნია ამ წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, საერთო კვეთის წერტილები ვიმეორებ, არტიებს, ყველა ქართველს აქვს, იმიტომ რაც დღეს ხდება ყველა ქართველის ყოფის წინააღმდეგ არის, ხო? ეს გვარამიას წინააღმდეგ კი არ არის, ჩემ წინააღმდეგ, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ხდება ამბავი. როგორ შეიძლება ნორმალურ ქართველს არ ქონდეს ამაზე პოზიცია. მაგრამ ეხლა რახან გვაქვს ამდენ მილიონს ეს პოზიცია, კი არ ნიშნავს ერთი პარტია მიყოთ და ერთი ალიანსი, არა. ჩვენ ვართ ძალიან განსხვავებული შეხედულების პარტია. არ ნიშნავს ერთ პარტიას. ხო, კი ბატონო, ამას მეორებენ ხოლმე. ორგანული კუთხით არ არის ჩვენი. მათთვის ვისაც სხვანაირად წარმოუდგენია. არ ვიცი, ხო, მე არ ვიცი, მათ შეფასება შევიდე. არავის არ დაუკარგავს და ეს ბოლო დაპირისპირებაც ამის ნათელი მაგალითია. კი ბატონო. აი იდენტობა რომ დაპირისპირებით იზომება, თქვენს არ მაქვს საუბარი, მაგრამ ეგრე ხდება ხოლმე, ხო? ეგეც პრობლემა არის, ხო? იდენტობის კრიზისია, თუ დაპირისპირება გჭირდება იმისთვის, რომ შენ ჩანდე, რატო ხარ შენ? ეგ უკვე ცუდია, მაგრამ ნახეთ, მე არ მაინტერესებს მართლა გულწრფელად ოპოზიციის ალიანსი, იმდენად რომ მათზე დიდი დრო დავხარჯო ხა საუბარში. ვუსვები წარმატებას ყველას ივანიშვილის წინააღმდეგ დემოკრატიულ მშვიდობიან ბრძოლაში. ჩვენს ადგილს ვერ ვხედავ და იმ შემთხვევაში თუ ნაციონალურ მოძრაობა დატოვებს ამ ალიანსს, იმიტომ რომ მოსაზრება გამოითქვა ექსპერტების მიერ, რომ ჩვენ შემოდგომისთვის შეიძლება ახალი ალიანსები ვიხილოთ. ბევრი რაღაც შევა ვიხილოთ, მაგრამ ნახეთ, ჩვენი ადგილი არ არის იქ, სადაც არის ჩვენგან განსხვავებული შეხედულების მქონე საზოგადოება. ან თქვენ შემზადებით როგორც ჩანს ასეთი პოლიტიკური ალიანსის შესაქმნელად. ჩვენ გვაქვს საუბარი საინტერესო აქტორებთან, შევიდეთ გითხრათ, რა თქმა უნდა. ჩვენ უკვე ვაჩვენეთ ალიანსის და კოალიციის წარმატებული გამოცდილება, მათ შორის 2024-ში. ჩვენ აგრეთვე ვაჩვენეთ 2025-ში ის რომ შეგვიძლია კოორდინირება ალიანსის გარეშე, ამ შემთხვევაში ბატონი გახარიას პარტიასთან, ჩვენ მაჟორიტარები არ დავუყრეთ ერთმანეთს, ეს იყო ერთ-ერთი შეხების წერტილი, ანუ იქ არ შევეჯიბრეთ ერთმანეთს, საერთო კანდიდატების პრინციპი იყო მაჟორიტარულ ნაწილში. ჩვენ ყველა ჯერზე ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია თანამშრომლობაც, კოორდინებაც, მაგრამ როცა არის სწორი, ერთი და როცა არის სწორი მომენტი, ორი. ეხლა არც სწორი იყო და შინაარსობრივად არ არის სწორი, ხო?
არ ვართ ერთ შემთხვევით არ არის ალბათ სექტემბერი დასახელებული. სექტემბერი ვიღაცას ვისთვის ხო შოუსთვის ხო შევერთები. გრიგოლ, თქვენ თქვით რომ ამ ალიანსში აი მასაც ვიტყვი, ნახეთ, თქვენ ამბობთ ამაზე და ჩემს ამომრჩევლს აქვს ძალიან კონკრეტული ტიპის გემოვნება ამ რეჟიმთან დაკავშირებითაც. მაგრამ იმ რეჟიმთან დაკავშირებითაც, საიდანაც ახლა მე არ მინდა ქოცების იმას გავიმეორებ, რაღაც კოლექტიური ნაწყვეტობა, არ არის ყველა ნაწყვეტობა, მე მესმის, მაგრამ ბევრი არის, ესეც მესმის და ჩემს ამომრჩევლს აქვს ძალიან სპეციფიკური დამოკიდებულება კონკრეტული პოლიტიკოსებისადმის და კონკრეტული მოვლენებისადმის. არა მარტო ამ რეჟიმის დროს, იმ რეჟიმის დროსაც და ნახეთ, ჩვენ თუ გვინდა ცვლილებას მივახციოთ რაც შევა ნაკლები, აი ძალიან კარგად შეიძლება ამის ჩემს კოლეგას მამუკა კაციტაძეს უყარს ძალიან სწორად ჩამოყალიბება მის ფასს გამოყენება, რაც შევა ნაკლები დანაკარგით უნდა ხდებოდეს არჩევნები და ეს უთქვამს მას არაერთ ეთერში.